გაგრილების სისტემაში სითხე ცირკულირებს დიდ და მცირე წრეში. დიდი ხნით დიდ წრეზე მუშაობა გამოიწვევს გრავას გადაცივებას, ხოლო დიდი ხნით მცირე წრეზე მუშაობა გადახურებას. ეს რომ არ მოხდეს, გამოიყენება თერმოსტატი. იგი ყოფს სისტემას ორ ნაწილად, დიდ და მცირე წრედ. თუ სითხის ტემპერატურა დაბალია, სითხე ცირკულირებს მცირე წრეზე და არ შედის რადიატორში, ცივი ძრავას ამუშავებისას კი სითხე გაივლის მცირე წრეს ოპტიმალური ტემპერატურის მიღწევამდე. 82 გრადუსი ცელსიუს ტემპერატურაზე თერმოსტატის სარქველი იწყებს გაღებას და სითხის ნაწილი გადადის დიდ და მცირე წრეს. ერთდროულად 92 გრადუს ცელსიუსზე თერმოსტატი მთლიანად ღიაა და სითხის ყველა რაოდენობა მხოლოდ დიდ წრეს გაივლის. გაგრილების სისტემაში ჩართულია სალონის შემთბობი რადიატორი. მას აქვს ცალკე წრე და არ არის დამოკიდებული თერმოსტატზე. გამაგრილებელ სითხედ გამოიყენება გამოხდილი წყლის და ანტიფრიზის ნარევი, რადგან ანტიფრიზს აქვს მაღალი დუღილის და დაბალი გაყინვის ტემპერატურა. ჩვეულებრივი წყლის გამოყენება გამოიწვევს დეტალების ჟანგვას და კავიტაციას. თან 100 გრადუს ცელსიუსზე ჩვეულებრივი წყალი დუღს და 0 გრადუსზე კი იყინება, ხოლო ძრავას მუშაობა კი ხდება უფრო მაღალ ტემპერატურაზე.